დღეს ჩვენ მოგზაურობთ ინდონეზიის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ვულკანზე. კალები, ვეყედა ვერა. მე ხა ვიყავები აქტიურ ვულკანზე, რომელიც სავსეა ტოქსიკური გაზით. ადგილი, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს. და ყოველდღიურად ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობას რისკავენ მინიმალური არასღაურების გამო. He's actually too old for this job, but he really needs to eat, and every day he has to eat. ერთი შესიტყვაც კი საკმარისია, რომ შუთქვა შეგეკრათ და ვეღარ გააგზავნოთ განაადგილება. ესრულება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამუშაოდ. და თუ რატომ არის ეს ასე? ამ ყველაფერზე აღმოსაჩენად მე და სოსო წავედით, რომ ჩვენი თქვენახა და გამოგვეცადა ეს ყოველივე. მართლა 60 კილოა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამის გამო არ ჩამოსულავთ. ჩვენ ჩამოვედით, რომ განახოთ ის, რომ ინდონეზია ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბალი. ამ მოგზაურობაში ჩვენ სამ სხვადასხვა გამოწვევას შევასრულებთ. პირველი, ეს იქნება ადგილობრივებში გარევა. მეორე, უნდა მოვინახულოთ აქტიური ვულკანი ბრომო, რომლის ბოლო ამოფრქვევა 2018 წელს დაფიქსირდა. და მესამე, შევიდეთ იჯენის ვულკანში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი ინდონეზიაში. ამ ვიდეოში კი ჩემთან ერთად იქნება Soso around the world. მაგარი წარდგენა. YouTuberi რომელმაც შეძლო ესა და ეს. და ვიმოგზაურებთ ინდონეზიის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში და გაჩვენებთ საოცარ ადგილებს. წავედით. ამ ვიდეოს გენერალური სპონსორი კი გახლავთ ამბასადორ ბეთი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. ჩვენი მოგზაურობა კი იწყება ქალაქ სემარანგიდან, სადაც ჩვენი გიდი ფაიზელი დაგვხვდა. Opa! Hello, brother. Mr. Soso, yeah. Let's go for party, bro. Yes. Let's go. სურათი უნდა ეგრევე. და გავდექი გზას ჩვენი პირველი დავალების შესასრულებლად. და როგორც ფაიზელისგან გავიგეთ, ვულკანზე საკმაოდ ციოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ლოკალურ მარკეტში წასვლა. მოგესალმებით მეგობრებო. სალამი. მე აგეორ მე და სოსო დღეს გამოვედით რომ ცოტა ვიშოპინგოთ, იმიტომ რომ როგორც გავიგე იქ ცივა, ზემოთ რო ავალთ და მე არა ვარ მომზადებული, სოსოას თუ ისე მომზადებულია, მაინც ოდნავ. თანჯერ ხონდა გავეცნოთ, გარემოს რა. ვინ არიან, რა ხალხია, რა ერის სადაუები, რაღაცა და მოკლედ წავიდეთ და გავარკვიოთ ერთად რა და როგორ. და წავიშოპინგოთ. ეს არის ლუმბანგის პატარა რაიონი აღმოსავლეთ ჯავაზე, სადაც ტურისტები ძალიან იშვიათად სტუმრობენ. How are you? Mantap. What is mantap? Okay. It's good. Good. Crit. Crit. Yeah. Crit. What is crit? Very good. Yeah. Okay. Fantap, bro. Mantap. Fantap. Mantap. Fantap. ეს არის ჩვენი ძმა ფაიზალი, რომელიც იქნება ჩვენი გიდი. ფაიზალი მაგარი კაცია, ყველა ხუმრობაზე იცინის. ქართულად რო ხუმრობა, მაინც იცინის, აი. მე ფაიზალი კაცი. მე ფაიზალია. Close, where is close? Yeah. Close in the back. მოგრე, ეხლა სადაც ავართ, ეს არის რაღაც პატარა სოფელივით, ანუ ქალაქი არ არის, რა? და აქედან დავიძრებით ნელ-ნელა, რომ წავიდეთ ჩვენ დანიშნულების ადგილზე. აქედან კეთდება ზოგადად ტურები მაგ ვულკანზე. ჩვენ ისეთ ადგილას მოვედით, სადაც ერთი ტურისტიც არ არის, ანუ მარტო ჩვენ ვართ ტურისტები. აჰა, ბაზრობა, ამაზე უკეთეს რა გინდა. How are you? Girls. Hello, brother. Hello. How are you, bro? You from? Georgia. Hi, Sophia. I love you, Sophia. Big nose? No. Special. Good, no. Big nose, good nose. Special. სადარ გამიტყდა ცხვირი ბავშვობაში ბიჭო. Single. Me or George? You single. No married. All married here. Everyone married. Yeah. Where is single woman? Yes. Married all. Everyone married. Oh my gosh. არ გაგვიმართლა. Bro, I told you bring me somewhere good place. Where is single women? Ballerina cappuccina. Ballerina cappuccino. Aha. მართლა ეგეთი მაიკა, შეხედე. Assassino.
Assassino, ini tung tung sahur. სოსო დამეხმე მომაძებინე საცოლეს ვეძებს აჰა ეს არა ვიძე კაია მეგობრებო დაწერეთ კომენტარებში ვიძე კაი თუა კაპიშონიც დაწერეს უკვე ეგ არის ძმაუნე ბრომოსთვის ხარ შექმნილი ბრომოს გაიგითხე ბიჭო ბრომოზე გიგი on the road ბიჭო If someone comes next time, Gigi on the road, tell them he was here. იმენა მილიონერი ვარჩი 100,000 სვაძლებ წარმოიდგინეთ რამდენი ვარ მეგობრებო მილიონი ანუ მართლა მილიონერი სულ მინდა და მილიონერი ყოფილი აქ ვარ Single? Yes, single. Good. Ready to marry? No? Oh. My name is Agel. Agel like angel. You will fall from the sky with two. Ჩემი ფლირტის სკილები. So if you go here, you die? Yeah. You die. Like your body will start. Yeah. What's this? Banana. Thank you. Banana. Banana fruit. Banana fruit. Thank you very much. Good. Banana. შემწვარი ბანანია. სადაც რამეს წაეწევა ყველაფერს აგემოვნებს ნუქტა იყოს, კუბო იყოს, შემოგებრება ყოველთვის. დაიმახსოვრე. კუბოზე გამახსენდა. ბარტერი ვინმე სუგინეთ კომპანიებო. მაგარი ბარტერი გავაკეთებ. თქვენ კუბოებს გავაპირებ. Money back. Soso's money back. I know. Puris mankan არ ხარ გიცო. This is Soso? You keep this and you have. ხურდა ვარ რა გავიცი ხურდა მე მგონი. Soso? No Soso. So. Ah, Soso. Aha. ამის შემდეგ ფაიზელმა გადაწყვიტა წავეყვანეთ ადგილობრივ სკოლაში, რადგან უკვე შეგვეგზნო აქაური კულტურა. We are in elementary school now. Okay. Hello. How are you? Hello. Come ხელზე რა. Hello. How are you? ხელზე რატომ კოცნიან ბიჭო ვერ გავიგე. როგორც ფაიზელმა გითხრა, უფროზე ხელზე კოცნის ტრადიცია მათი კულტურის ნაწილი იყო. აი ესეთი საკლასო ოთახი აქვს აი ვინის მაგაერთო რა მაგარი ბაღია. მე რო ესეთი ბაღი მქონოდა. შეიძლება მქონდა კიდევ არ ვიცი. და მე გადაწყვიტე გამეგო თუ რა იყო ფაიზელის ბედნიერების საიდუმლო. და მისგან კი ესეთი პასუხი მივიღე. Faizal, what is your key of happiness? You're always smiling. Nu tu es Soso around the world. ამასობაში ჩვენ კიდევ ერთ უცნაურ ტრადიციას შევაწყდით. როგორც აღმოჩნდა, ეს მათი ტრადიციაა, რომ უფროს პატივი მიაგონ. Bromo? Sunrise. Nice to meet you. საყვარელი ხალხია, აი ძალიან საყვარელი ხალხია. ამ ყველაფერთან ერთად კი ჩემი საცოლის ზებნა გრძელდებოდა. თუმცა ამჯერად აქეთ მკითხეს ყავდა თუ არა ცოლი. Wife? No. How many years old? I'm 25. You have husband? This is your child. Okay. არა და თვითონ მკითხა ცოლი ყავს თუ არა, მე არ გამიწყედი გეზგებიცენ. და ეს დამგვარად დასრულდა ჩვენი პირველი დღე. მეორე დღე კი ძალიან რთული და გრძელი გზა გვევალა. კევარფიდობისა მეგობრებო, ეხლა არის 3:05 წუთი და ჩვენი მოგზაურობა წყება. ამასობაში 3 საათს გადაცდა და გაჩვენებთ ახლა ჩვენ სასტუმროს ნომერს. ამას საძინავს და ვიდეო სტუმარს ნახეთ საძინავს მაგრამ არა და შემოვთავაზე გაიძინი რა არა თავი გაიძინი
ეს არის ცხოვრება, მეგობრებო, ნახეთ საძინავს. აი რა, ამასთან ვიდეოში ყოფნა, აი ესე მიჯდება რა. ჩვენი მენავე სად იძინებს ნეტა? ჩვენი მენავეები. ნაუში? ერიან. ხო, არა. და გავდივართ ბიჭები ვულკანზე. დიდი გაქვს. ბიჭო, მე მუნი რაღაცა. დიდი გაქვს, მა არ გინდა. ვერ არის ფაიზენ, ვერ არის ფაიზენ. Morning. How are you? Fine. Let's go. Let's go. You good? დამოვიდეთ რომ წავსულიყავით ჩვენი პირველი ვულკანისკენ, რომელიც ჯერ კიდევ სახიფათო ზონად ითვლება. თუმცა ამ ყველაფრისთვის ჩვენ მანქანა უნდა გამოგვეცვალა, რადგან ჩვეულებრივი ჯიპით იქვე რა. სოსო როგორ მოგწონს ჩვენი ახალი პიპია? მაგარია ძმაო. ნახე როგორ ცივაო ზემოთო რომ ქუდი არ გინდა. It's cold out. Yeah. აგვისტოში. ასეციო არ გადამრიოთ. ანუ ესეთი ჯიპები დადიან მარტო მაგ თაზე, ვულკანზე. ყველანი მანქანას იქ ვერ ნახავთ. ესეთებია მარტო სხვა ფერის. და ალბათ აგაინტერესებს ესე ადრიანად. რატომ მივდივართ? იმიტომ მივდივართ ესე ადრიანად რომ მზის ამოსვლას მიუსწროთ და ცოტა ხალხიაო უფრო ამბობენ რა დილით. მოკლედ წავედით დავიძარით. აგარ პონჩი ვარ ძმაო. აუ იმენა ლიმუზინი მონაგონია ძმაო ეს გრამაგარი. კამერაში არ ჩანს, მაგრამ მაგარინისლია და მე და შენ რა აქ ამოსულიყავით მოტოებით. ადრე დადიოდა ხალხიო და ტურისტები ამ გაუჩინარდნენ რატომ კაცანა. 1 მეტრში უკვე აღარ ჩანს არაფერი. როგორც გიდმათვა კაია, იმიტომ რომ მეეო ზემოთ რო ავალთო ეს ისლი ქვემოთ დარჩება. და მიუხედავად იმისა, რომ ამათ 1000 ჯერ აქვს ეს გზა გავლილი, მაინც იკარგებიან ხოლმე. Probably we will not get lost today. Depends. მოვედით მეგობრებო, აქედან ფეხით უნდა გააგრძელოთ, მე ვეღარ წაგიყვანო ესე ვკითხავ. ცხენი გაიჩნდა. აჩი სადახარ, აჩი. სადღაც 9 საათი გვინდა ფეხით. ანუ არა, როგორც თქვი ვერაფერს და აი ესე ვერაფერს. მე არასად გადავიჩეხებით. წავედით და სხვათა შორის საკმაოდ ცივა. რაც გვაცვია ეგ არ არის საკმარისი. ერთი არისო ბნელა და მეორეა რომ კულეტისი ბნელია. Now we have to walk for how long? Let's say the longest 25 minutes. And we will be on top. We'll be on top. სასწაული დღეგვეყოლოდება მეგობრებო. ძალიან მაღლა სადღაც ვინ. რამდენი გიბია? გავხდარიყავი ფიტნეს ინფლუენსერი და ამ მომენტოა მოგზაურო. ვულკანზე კიბით ავდივართ. რამდენი სართული იქნება ეს? არ თავდება ოღონდ ეს კიბე. ამას ხედავთ. აი ჩასავარნია, მაგრამ ო, ნახეთ რა ლამაზია. We arrived, bro. Yeah. You made it. არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ დახედავთ თუ არა, მაგრამ განახებთ რომ გათენდება. ხმებია იცი როგორი, მაგას ვერ დაინახავთ ამას. სოსო, არ დარჩამივარდეს კრატერში. მოქმედი ვულკანის ხმა არის რა. აი ცა, იმე რაღაცა ხდება იქ. მაგრამ ყველაზე მაგარი არის ჩვენ წინ რაც ხდება. ხო, აი აქეთ უკვე მზის ამოსვლა იწყება. ძალიან ლამაზია. აქეთ და აქეთ არის თა, რა ლამაზია ბრომოს თა. დანა ნინანა, ანანა. მაგარი წუთი დადი გავუწევ, იმიტომ რომ ეს კვამი წამოიღო აქეთ. მაგრამ მანამ ზიამოვა. მე აქ ვსკროლავ. როგორ ვსკროლავ? რა თქმა უნდა, მობინეს ის ინტერნეტი მაქვს მეგობრებო და მართლა აი აგერ თქვენ და აგერ მე ჩანს ბარემ ჩემი Instagram არხიც გამოიწერეთ მეგობრებო და ერთად დაველოდოთ მზის ამოსვლას მობინექსთან ერთად. ჩემ პროვოკაციას თუ გავაიყენეთ, თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდებლებას. ამათ არავის არ აქვს ინტერნეტი, იმიტომ რომ ესენი მზის ამოსვლას უყურებენ. მე კიდე ვსკროლავ. აბა, შემოვევლე მობინექს. ამასობაში მეგობრებო მზემაც ამოანათა და ძალიან გალამაზდა აქაურობა. ეს მთანახეთ. ეგონება ნახატია. თან მეგობრებო, ნახეთ როგორია. ჩვენ ხო აქ ვართ. ჩვენ თან ინჯოის ვაკეთებთ, მაგრამ თან ვცდილობთ რომ გადავიღოთ, გავაზიაროთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო და არინანებთ, დამიჯერეთ არინანებთ. ასე რომ ინდონეზია მარტო ბალი არ არის. ბევრი სანახაობრივი ადგილი აქვს ამ ქვეყანას. აგერა გახსნა ძმა, იმედა მოიტანა. 10,000 არა, 20,000 ლაიქზე
გადავხტები და დევესობი თავით პირდაპირ. აქედან როგორც ხედავთ, ესეთი კვამლი ამოდის. ეხლა აქეთ აღარ უბირავს, ამიტომ შეგვიძლია სულ თქვა ნორმალურად წესიერად. რას ფიქრობ, სოსო როგორია? ესეთი სანახაობა იშვიათად. აი დავა ეგრევე ტოპზე და მე პირველი ჩემ ყველაზე სანახაობრივი ვულკანია, რაც კი მინახავს. და ეხლა დრონის კადრებს გავუშვებ, რომ ანუ უფრო მაგარი იყოს. ბრომოს ვულკანი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასში ვულკანი მთელს ინდონეზიაში, რომლის სიმაღლეც 2329 მეტრია და ის დღემდე აქტიურია. ბოლო ძლიერი ამოფრქვევა 2015 წელს დაფიქსირდა და საუკუნეების განმავლობაში მისმა ამოფრქვევებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეგობრებო, ეს არის უმაგრესი ადგილი. აი. როგორც ხედავთ, მზე ხო ამოვიდა და დაგვათენდა. და ხალხიც წავიდა და მოიშალნენ, მაგრამ ჩვენ აქ ავართ, ჩვენ აქ ვრჩებით. ეხლა გადავინცხებ შემდეგ ადგილზე, შემდეგ ლოკაციაზე და იმისთვის ვემზადებით. თავარი კრატერისთვის, სადაც უნდა მოვიწამოთ. და ჩვენი უსასრულო კიბე ეხა უკან უნდა ჩავიაროთ. მოგაყოლეთ. აი ეს უკან და ეგრევე. 1 2 3 დევერეკეთ. აი მეგობრებო, ბრომოზე რო ამოდიხართ, ჯობია დილით ამოხვიდეთ, როგორც ჩვენ ამოვედით, იმიტომ რომ ეხა ძალიან ბევრი ხალხი ამოდის უკვე აი აქ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ამოდის და მე ჩვენსავით იმარიაჟებთ Instagram-ზე. პლუსები უნდა იპოვოთ ყველგან. აი ქვემოთ ჩამოვედით და ესე გამოიყურება. არაფერი არ ჭანს. აქაც ვერ პოულობ. გიდსაც ვერ პოულობ. გიდი დავკარგეთ უკვე და ეხლა უბრალოდ ხალხს მივყვებით. ამ კადრების შემხედრებად კი მოსიარული მკვლების სერიალი გამახსენდა. ჩვენი მანქანა იყო წითელი, ხო? რომელია? რომელი წითელი იყო? წითელი ტოიოტა ეს არის? არ არის. ეს არის? არ არის. What are you looking for? For red Toyota. Almost red Toyota. When are you parking? Good question. Don't remember. მანქანას ვერ პოულობთ, იმიტომ რომ ყველა მანქანა აქ ერთ და იგივეა. წითელი Toyota არის, ვიცი, მაგრამ რო გახედო გარშემო, ყველა Toyota. ანუ სხვა მანქანა არ არსებობს თუ არ იციან თუ შეიძლება აქ სპონსორშიპი გაკეთებული, რომ ამ ადგილზე მარტო Toyota უნდა ამოხდეს. ბევრი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა ჩვენს მანქანას მივადექით. Only Toyota. Why only Toyota? Where is Chang'an? Chang'an? Chang'an, good car, bro. You don't have Chang'an here? Where is Chang'an come from? Chang'an, China, bro. I have Chang'an. უმაგრესი მანქანა Chang'an-ი, ამათ არ იცი. If you knew Chang'an, you would have Chang'an. წავედი ჩვენ შემდეგ ლოკაციაზე. ამოსოს არ დაგხვში. ნიში არ დაიკარგო. ეხა ხო შეჭამი, კაი ხინკალი, კაი. ოუф, კაი ხაჭაპური. აი რა მაგარია ხინკალი, აი. და როგორც ესე ვთქვათ, Instagram ინფლუენსერებმა აქ მოვედით, სურათი გადავიღეთ. დიდი ხანი ნისლი იყო, გადავიდა, აღარ არის და ახეთ რა მაგარი სურათებია. და აქვე მინდა გადავხადო ძალიან დიდი მადლობა TBC დაზღვევას, რადგან ჩემს გვერდით დგას ესეთ მოგზაურობებში, ესეთ სიგიჟეებში და კიდევ ძალიან ბევრი სიგიჟე გველის წინ, ამიტომაც მადლობა მათ მხარდად წერისთვის. ეხლა აქედან გადმოვხვდები და არა. ოპა!
ბრომოს ვულკანის შემდეგ კი დრო მოვიდა წავსულიყავით იჯენის ვულკანისკენ, რომელიც 8 საათის სავალზე იყო. თუმცა ამჯერად ჩვენი მიზანი იქნება, რომ ჩავიდეთ ღრმად ვულკანში. How are you, bro? I'm fine. You are with us again? Yes. Yeah. Damian grrr. Okay. Okay. Fascinaleba. ეხლა დაახლოებით უკვე 9 საათია რაც გზაში ვართ, სასტუმროში მივართ და 3 საათში გავდივართ. გავდივართ, იწყება გიჟური თავგადასავალი. მივდივართ აქტიურ ვულკანზე, რომელიც არის ასე თუ ისე სახიფათო. ღამის პირველ საათზე იწყება ტურები. და მე 2 საათი უნდა ვიაროთ, მოკლედ თელავებში ვართ რა. ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ არ ვნებდებით. მოკლედ, აი ესე გამოიყურება ჩვენი ოთახი, რომელშიც 3 საათი უნდა გავატაროთ. როგორ მოგწონს, ხო მაგარია? აი, 3 საათისთვის იდეალური. იდეალური. გარეთ რა ხედია? სასწაული. შეიძლება. გათენებასაც ვერ მოუსწრებთ, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება. 3 საათში ჰაიდა ვულკანზე. წავედი, ჭამეთ, სწორედ დაიკეტება. Hello, what is really famous Indonesian food here? Iga bakar. Okay, I want iga bakar madu. One iga bakar madu. Iga bakar madu. For me, spaghetti Alfredo and burger. For me, one Alfredo as well. Გავაკიმუნოთ. დიდი ვერაფერი. Ჩვენ არ გამოიყურება. სულ არ გამიყურებ, მაგრამ აი შრალია რა. იმიტომ რომ აზიული საბზარეულო მე პირადად სოსაც შეატყობდით ალბათ, რომ დიდად ესე არ მოგწოს რა. მე არ მოყავს აზიური საბზარეულო. საქართველოში უფრო მიყვარს. ძალიან ბევრს უყვარს. ხო, აზიური. რამდენი გამომწერდა ხარ? 178-ზე ვარ. ჩემი გამოთვლებით. 200-ზე ახვალე ხარ. ავიდეოთი? მეგობრებო, აგე სოსო around the world. თქვა რომ 200-ზე ახვალ. შეუსრულოთ ამბის თხოვნა ესე. ავიყვანოთ ეს კაცი 200-ზე. მართლა ბევრს რომ ხარ რამდენი დღეა ერთად ვარ და რომელი კაცია და დღე არ გუძინებია არც დაუფასეთ ეს რომ ერთი ღილაკია რა, კაფსა. დაუჯერეთ. მე არ დამიჯეროთ ამ კაცს დაუჯერეთ. აი, ფაიზახს ბაზრობს. და კომანდობას გადავხდი ამბასადორ ბეთს, რომ საშუალებას გვაძლევს რომ ჭამოთ. თორე ეხა სათევზაოდ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ამბასადორი ბეთი ჩემს გვერდით არის. ამბასადორ ბეთი არის ასევე ამ არხის გენერალური სპონსორი და ამ მოგზაურობების ხარდამჭერი, რომლებმაც გამოყვეს 1000 ლარი TikTok ედიტორებისთვის. ამიტომაც თუ გინდა რომ ჩაერთო ამ გათამაშებაში, დეტალები იხილეთ აღწერაში. და გახდა პირველი საათი და დავიძარით. სოს როგორ გეძინა? არ მეძინა, შენ წარმოიდგინე. რატო გამოგიძინა? აზრი არ ქონდა ძილს. ჩვენ თმას კი ეძინა ერთი. მე გამოვიძინე 1 საათი, რა დროს მქონდა? ეს ფაიზალია? ფაიზალს გავს მე. აუ, მე მგონი ჩვენ ფაიზალი. მას ფაიზალია მე. Hello. How are you? How are you? I missed you, bro. I missed you. Tickets? Okay. You tired, bro? Okay, you are getting ready for club now tomorrow. Okay, see you later then. See you later. Okay, bye-bye. Bye. და დრო მოვიდა გადავსულიყავით მესამე ბევრად სახიფათო აქტივობაზე. ეხლა არის უკვე ღამის 2 საათი დაახლოებით და რამდენი ხალხია არც მე აქ გავთვები ცოტას. სოს მაგარი სასტავში გაიჩიტა. თვები ძმა. მაგარაც აკაური ყავა. რატო ანუ დაფხულია რა თუ ესე რატოა? Profi? Yeah. Profi. Nice to meet you. George. სოს საწახვედი სოს. აი ჩვენი გიდი. აი ჩვენი ისინი მოიტანა. Nice to meet you. სოსო მაინე. ეს ვიღაცის ნახმარია, მე გადავები. ეგ არის, აი წინაღები გვაქვს, ფანარი გვაქვს და მივდივართ ვულკანისკენ. ეს ვულკანი წინა ვულკანთან შედარებით არის ბევრად სახიფათო. სწორედ ამიტომ ვართ ესე აქტიურლები და ნახოთ, რა გველოდება წინ ამას ოთახანში გავიკეთოთ. ამით თქვა მაგარი რთული იქნება. How many kilometers is there? 5 kilometers. 10 kilometers now here. So 1 kilometer. Vulcans. It's not hard. So hard. It's medium. It's going opa. Ide gaishia. Tore satolebi აღარ ვქნება. ჩიკაფერატი კოქტეილით იწყება. რამდენი ხალხია მე უნდა შეგახედოთ. რა იყო? მეგო ღამის 2 საათზე რო არ ადგენ. წავედით. და მიზეზი იმისა თუ რატომ იყო აქ ამდენი ხალხი არის შემდეგი. კრატერზე 3 მთავარი აქტივობაა.
პირველი, ხალხი, რომელიც მიდის მზის ამოსვლის სანახავად, მეორე, ხალხი, რომელიც მიდის ეგრეთ წოდებული ლურჯი ლავის სანახავად და მესამე, უფრო ღრმად, უფრო კრიტიკულ ადგილას, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ჩადის, მათ შორის მე და სოსოც. Are you tired? No. Me neither. სამი კაცი ძალაზე. მაგარი აღმართია. მაგრამ ტაქსები როგორ ათრევენ ამათ არ ვიცი. ახალგაზრდა გოგონა ხარ ძმაო. გასაწვალებ ამ კაცს. Let's go bro. We share the money later. Yes. 200,000 mine. Yes. Sure, metrus video. You give me 100. I give you 100. ხალხი ზოგი უკვე ზემოთ ადის რომ მზის ამოსვლას უყურონ და ჩვენ კიდე ჩავდივართ სადღაც სადაც სკოლულია. და მივადგეთ ჩვენს პირველ გაჩერებას, ლურჯ ცეცხლს. ეს ხდება მაშინ, როცა კრატერიდან 600 გრადუსამდე გახურებული გოგირდის აირები გამოიყენება. ეს არის ბუნების საოცრება, მეგობრებო. თოსო, სათვალები და ჩვენები მომდის. თუმცა აქ ჩვენ არ ვჩერდებოდით. ჩვენი მიზანი იყო რომ ჩავსულიყავით უფრო ღრმად, უფრო ტოქსიკურ ადგილას და ადგილას, სადაც ადგილობრივებიც მუშაობენ. და გავუდექით ჩვენს გზას ეპიცენტრისკენ, სადაც ტოქსიკური გაზი ბევრად ჭარბობს. თოли სრემლიანი. არ ვიცი ხომ არ ჩასწო. ანუ ისეთი პოპულარი რომ ამაში შებოდის მასკაში. ანუ არ ვიცი აქ როგორ მუშაობს, საერთოდ. ეს გოგირდის დიოქსიდის აირებია, რომელიც ძალზედ სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის. რეალურად ეს წყალი რაც არის, აქ რო რაიმე მეტალი ჩადო, აღარ იქნება, ანუ გაუბედურდება ის მეტალი. შესაბამისად, ანუ როშიგით ღრმად რო შეხვიდე, ანუ შეიძლება აქ დავსრულდება სამუდამოდ. So as I know, this is dangerous water, right? Yes, this the matter. This hot and this there warm. So if you go here, you die? Yeah. You die. Like your body will start. Yeah. This this finish. How dangerous the job is here? Is it dangerous to work? Dangerous. This smoke dangerous. How much money they get? 1 month maybe 3 million. They work every day. Every day. And this for to sulfur 1 kilo 1,500. How many kilos they can bring? Maybe 60 or 90. 60 kilos only here. 60 kilos. და გადავწყვიტეთ უფრო ღრმად შევსულიყავით და გამოგვეკითხა იქ მომუშავე პერსონალი. დაუბერა. რა წუდია ბიჭო. ტალები. ვერ ვყიდა ვერა. ისინი აქ მუშაობენ გოგირდის მოსაპოვებლად, რომელიც გამოიყენება ქიმიური და სამრეწველო პროდუქტების წარმოებაში. How old was he when he started working here? 35 years. 35 years he works here. Oh my god. He hold 55. Does he ever feel afraid that აქ ვინც მუშაობთ, ყველას გვეშინია რომ შეიძლება უცბად ვულკანი ამოიფრქვას და ასევე ამოფრქვევისას ამოსული კვამლი უფრო საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. Like does his family and children want to stop doing this job? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე აქ ოჯახისთვის მუშაობ. And last question. If you had a chance to do something else, would you leave this job? დიახ, რა თქმა უნდა. გოგირდის შეგროვების შემდეგ ისინი კალათაში აგროვებენ მონაპოვარს
შემდეგ კი ზურგზე მოკიდებული ნაბიჯ-ნაბიჯ 2 კილომეტრი აქვთ. ერთი შესუდგაც კი საკმარისია, რომ სუდგა შეგეკრათ და ვეღარ გააგზავნოთ განაადგილოთ. აი აქედან ამოდის ეს მომწამლავი გაზ. აი ეს არის თვალებს რო მიწავს. და ყოველდღიურად მუშაობენ ეს ადამიანები. რა წოდია ბიჭო. ნაუ საბოციო მეორე არ მგონია ხო? 16 არა. სადია ბა? ხო არა ბიჭო. მართლა საბოცია? ძალიან ძიმია. იქნება კი. ბიჭო ამის ატანა მეღადავები. მოდი ნახე ძმობას. რა მსიმციბია? Oh shit. რა მსიმციბია? არ დასაბოცი კილოა. აბი ძმაო, რა უნდა გავია? შარესია. არა ძმაო. ის კაცი აბასათ რა. Oh. In a day, how many times they take this? Maybe 3 times. How much does this cost? Maybe 60,000. It's very cheap. Money, yeah, very cheap. She's subject, I mean, it's enough. I mean, subject. ანუ სადღაც $10 აკეთებენ დღეში. 90,000, yeah, ხო. $5 ნახევარი რა. ეს კაცი წერს ამას. ანუ აკაცო ესია და ბედა შეგდია. მიდი სასო. ხომარტივა თუ ჭიროთ ბიჭო, ხო არ გამომასწრე. Warm. What? What they use for? What is the use for this? White cosmetic. Cosmetic? Yeah. Yeah. This bombs. Bombs? Yeah, bombs. How old is he? 80 years. How long he has been working here? 45. 45 years. Does he have like son, kids, family? დიახ, 4 შვილი მყავს. Do you ever afraid for life while working inside of volcano? კი, რა თქმა უნდა, საშიშია აქ მუშაობა, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს ვულკანი ამოიფრქვას. Do your family or children want to stop doing this job? Yeah. უკვე საკმაოდ ბევრჯერ მითხეს ოჯახის წევრებმა, რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ ვერ გავჩერდები, რადგან შემოსავალი მჭირდება საარსებოდ. ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონია ცხოვრების განმავლობაში, რომ სხვა საქმე ამერჩია, მაგრამ აქაურობა ვარჩიე, რადგან შემოსავალი გარანტირებულია. He's actually too old for this job, but he really needs to eat, and every day he has to eat. And he also has many grandchildren who are all in school, and he's the one who. Can I try to have? Yeah. I go like this. Yes. Next station. Okay, I'll bring next station. 80 წლის კაცს ეს როგორ და აქ ბიჭო, მეგობრებო, სუსტი არ გეგონთ 60 კილო, ანუ ძალიან წიმია. Oh, can you help me? Ouch. Sorry, man. You was heavy. Oh, women. Mary Debar. Შოკში ვარ. ანუ ამ კაცს იმარტივად მოვდა. მე სული ამომძურა. ჩვენ ადამიანები ხშირად წუწუნებთ და გვინდა გქონდეს უკეთესი მანქანა, უკეთესი სახლი. წუწუნებთ ისეთ პატარა რაღაცეებზე, რაც უმნიშვნელოა ჩვენს ცხოვრებაში.
მოგზაურობა ესეთ უნიკალურ ადგილებში ხშირად გვანახებს და გვასწავლის ისეთ რაღაცებს, რასაც ჩვენ შეიძლება ესე ვერ ვხედავდეთ და ვერ გრძნობდეთ, რადგან ეს ჩვენ არ გვეხება. აქ ადამიანები ყოველდღიურად მუშაობენ, არა იმიტომ, რომ ახალი საათი იყიდონ, ან ახალი ბრენდირებული ტანსაცმელი, არამედ საარსებო მინიმუმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩნენ და თავიანთ ოჯახში საჭმლის ფული მიიტანონ. ეს ყველაფერი კი თავის სიცოცხლის და ჯანმრთელობის სანაცვლოდ. თუნდაც ისინი 80 წლისები იყვნენ, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. მათ არ აქვთ პენსია და ერთადერთი გადამრჩენელი საკუთარი თავი. ამიტომაც, სანამ შემდეგზე რაიმეზე წაიწუწუნებ, კარგად დაფიქრდი. ღირს მართლაც რომ ამაზე დროის ხარჯვა?